რამდენად მომხრე ხართ იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის იყოს ნორმალური ურთიერთობა და ამის ინიციატორი გახდეს საქართველოს მთავრობა, რათა თუ მეტად ჩვენს ინტერესია ნორმალური ურთიერთობა. იცი რა გამახსენდა, აი წამო მეზობელი რო ყავს რა და ერთ-ერთი შემოვიდა ქცემა გაგლახას დაგასისხლიანა მერე კედელი შემოამტვია და საძინებელი მიითვისა რა და ამას რო თავ შეყო კიდე გარტყავს. მერე სამზარეულოს ნაწილი მოგაჭრა და ესეც ჩემი არისო და პერიოდულად ხან პაღურს ამოგარტყავს ხან რაღაცა და შენ აი ასეთ მდგომარეობაში ხარ რა. და მოდის მეორე მეზობელი და ეუბნება არ გინდა ამასთან ნორმალური ურთიერთობაო წესრიგად დაელაპარაკეო შენ დარბიხარო ფიქრობო თავი როგორ დაიცვაო ვინმე ადამიანი იპოვო პოლიციელიო ან რაღაცა ამას რა ვქნი და არ გინდაო განებე თავი მიდი ამ კაცს დაელაპარაკეო და იქნებ აღადგინო ურთიერთობა იმას არ უნდაო მაგრამ შენ მოგინდესო შეხვალა კიდე ამოგარტყავს პამპურს კიდე გწევს მეორე საძინებელს დაგაწერს მთლიანად ბინას მიითვისებს თორე რავი, როგორ შეიძლება არ გინდოდეს ნორმალური ურთიერთობა? გამოგდის თორე ეგ არის მეორე საკითხი. რა რესურსი გაქვს ამ ისტორიის? კაცი მოდის გცემს, გართავს შენ საკუთრებას, რავი და რავი, არ მინდა რომ მცემდეს კაცო, ვაფშე ყველასთან საერთოდ ყველასთან ჩრდილოეთ კორეასთანაც მინდა კარგი ურთიერთობა გქონდეს, რატომ უნდა გქონდეს ვიღაცა ცუდი ურთიერთობა? რატომ უნდა მინდოდეს ვიღაცა ცუდი ურთიერთობა, მაგრამ რა რესურსი მაქვს რომ მივიდე პუტინთან და უთხრა რა? ძალამე არ მაქვს. ჯარი რომ ყავდეს ძლიერი თქვა რომ რამის გიზამ თუ უკან არ დაიხევო. ეკონომიკა ძლიერი მაქვსო, შეშურდებაო ჩემი, ანუ ცოდნა მაქვს უნიკალური რეფორმები ჩავატარე, დაგეხმარები აგინე რეფორმები ჩავატარე, ოღონდ ჯარი გაიყვანება, ამას მე ვერ ვეტყვი. მეგობრები მყავს ძლიერი, ამერიკაში მსგავსად დგას ევროპა, არა. რა სავაჭრო პოზიციით მიდიხარ? რაღაცნაირად ხალხს გონიათ, რომ ეს რაღაც ისეთი ჩვენ ნებაზეა დამოკიდებული. იმ ადამიანს თუ განზრახვა აქვს, რომ შენ დაგიპყროს და რაღაცა, შენ კეთილის სიტყვით მაგას ვერ გააჩერებ. იმის არის ყოს ალკაპონეს არა მოწყობილი ცხოვრება. ხო, კეთილის სიტყვა და ესა რევოლვერიო, კოლტი უკეთესი არის, ვიდრე უბრალოდ კეთილის სიტყვა რა. აქაც ასეა რა. კეთილის სიტყვა კარგია, მაგრამ რაღაც კიდე უნდა გქონდეს არსენალში.